წყობაში ხელმძღვანელი არამედ იმის გამოც რომ ინსტიტუტში მუშაობის ძალიან სტაჟი განმავლობაში მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში ვიტოვებ იმას რომ კიდევ ბევრი საქმეს გავაკეთებთ ერთად წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში და აქვე შევდავდით მივიღეთ პირობა რომ საჭიროების შემთხვევაში დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა ყველასა ურთულესიათ უნდა საფრთხის სამსახურის მმართველობა კრიმინალური სიკვდილებისთვის მუშაობთ უფრო. მინდა ისარგებლო ამ შეხვედრით და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს პირველ რიგში. თქვენი საქმიანობისთვის თითოეულ თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ჩვენი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაზე დგას ჩვენი სიმტკიცე. გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, თუმცა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სიმტკიცის წყალობით ჩვენ მოახერხეთ ძალიან ბევრი გამოწვევის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა თქვენი საქმიანობისთვის და თქვენი დამსახურებისთვის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის წინაშე. და ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგ გომელაურს და მის დამსახურება მინდა ცალკე აღნიშნო, დღეს საჯაროდაც მას გადავხადე მადლობა მისი მრავალწლიანი საქმიანობისთვის. ბატონი ვახტანგი გახდათ ყველაზე სტაჟიანი მინისტრი 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. ის ემსახურებოდა ძალიან რთულ საქმეს, რა თქმა უნდა არ არის მარტივი მოწყების ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ასეთ დროს, მარტო ბოლო 4 წლის გახსნება რა დღეს, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამინისტროს და პირადად მინისტრს ძალიან რთულ პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავება. საჯაროდას თქვი დღეს, რომ იყო 4 მცდელობა, მოეწყოთ არეულობა, შეეცვალა არეულობის გზით ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იყო 4 მცდელობა, თუმცა სწორედ ბატონი ვახტანგის და თითოეულ თქვენგანის დამსახურებით ჩვენ მოახერხეთ პრობლემის თავიდან აცილება და სახელმწიფო მოახერხა რასთავარია სუვერენიტეტის და თავის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, უსაფრთხოების შენარჩუნება. ამ ყველაფრისთვის მადლობა ბატონ ვახტანგ. ჩვენთვის საწყენი იყო რა თქმა უნდა ისი გადაწყვეტილება, არა მარტო იმის გამო რომ ის იყო ძალიან ძლიერი ლიდერი ამ უწყებაში, ძლიერი ხელმძღვანელი, არამედ იმის გამოც რომ ყველას გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები. შესაბამისად ადამიანურადაც იყო საწყენი, პროფესიული თვალსაზრისითაც, თუმცა ამდენი წლის შემდეგ ჩვენთვის გასაგები იყო მისი ეს გადაწყვეტილება. აქვე შევთანხმდით და მივიღეთ პირობა რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფოს სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში. ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადავხადო ძალიან დიდი მადლობა და მას მინდა უსურო ყველაფერი საუკეთესო ეს არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად და ვიტოვებ იმედს რომ კიდევ ბევრი საქმეს გავაკეთებთ ერთად მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილ დღოდ. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ბატონი გელა, გვეწარვადგინეთ დღეს საჯაროდ და დღეს ახლა მინდა თქვენს წინაშე წარმოვადგინო ბატონი გელაძე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სტაჟი უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობის კუთხით, აქვს დაახლოებით 10 წლიანი სტაჟი, ასევე სხვა უწყებებში მუშაობდა წლების განმავლობაში, მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იგავებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ძალიან მაღალ თანამდებობებს, იყო განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ბოლოს დღემდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. აქვს ძალიან დიდი სტაჟი, კონკრეტულად მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის ძალიან დიდი სტაჟი და გარდა ამისა არის გამორჩეული თავისი პიროვნული თვისებებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ძალიან კომფორტული იქნება ყველაფერთან ერთად, მასთან ერთად მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გელას ხელმძღვანელობის ქვეშ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალში და მინდა მას წარმატებები უსურვო. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა ყველას მინდა მადლობა მოგიხადოთ. ასე ვთქვი, გუნდს, ჩვენს გუნდს, პოლიტიკურ გუნდს გვერდში დგომისთვის, მართლა 10 წელი ცოტა არ არის, ყველას მოგეხსენებათ.
ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მით უმეტეს ბოლო რამოვლენების განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონო პრემიერმა ახსენა, ესე ვთქვათ, ვიტყოდი ხაზგასმული ბრძოლები რუსთაველზე არ ქონია, მართლა 90-იანი წლების შემდეგ, რაც ქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ ეს და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო ესე ვთქვათ. მინდა ყველა თითოეულ თქვენთანაც მადლობა გითხრათ ნამდვილად, თქვენ გვერდში ვიქნები ყოველთვის და რაც გააკეთეთ. თქვენ მე მარტო ვერ გავაკეთებ, თქვენთან ერთად გავაკეთე და თითოეული იგივთან დაწყებული, დამთავრებული თქვენით. მინდა ყველას მადლობა გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, მე მინდა გელაძე არ არის უცხო თქვენთვის მიულოცო პირველ რიგში და წარმატებები უსურვო, არც ჩემთვის არ არის უცხო და ჩვენი ოჯახის წევრი ესე ვიტყოდი, რომ სასაჭირო იქნები, თქვენ გვერდში იქნები ყოველთვის. წარმატებები და გამიხარდება ყოველთვის თქვენი წარმატება. დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ტობისთვის, ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა. ყოველთვის სხვა საჯარო სექტორში მუშაობის პერიოდში ბატონო ვახტანგი გამორჩეულად ჩემი პირადი მხარდაჭერი იყო და ამისთვის დიდი მადლობა, მადლობა იმისთვის, რა ამ უწყებისთვის გაქვთ გაკეთებული, რეფორმებიდან დაწყებული პროცესების, მაგრამ თითოეულ თქვენთანაც მადლობა, თქვენ თანამშრომლებს. ფასდაუგდებელია თქვენი შრომა, ეს გარემო არ არის ჩემთვის უცხო, ყველას თითქმის ვიცნობ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ ერთად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო პრემიერო, ბატონო ვახტანგ, წარმატებები.